თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილის მიერ სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის მიუხედავად სტუდენტები დღეს რექტორს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაინც ელოდებიან. სტუდენტების პოზიციით შალუტაშვილმა 12 მარტს არხის ეთერში პრობლემის შესახებ მათ გარეშე ისაუბრა. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის მიღება სტუდენტებმა იმავე ღამეს პროტესტის შედეგად მიაღწიეს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის თქმით, მათ რექტორთან ერთად ეთერის გამართვა სურთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა გაეცეს პასუხი. 12 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეატრალურის რექტორმა ჩვენს გარეშე ისაუბრა ჩვენზე, გარიცხულ სტუდენტებზე. მიუხედავად მოთხოვნისა, ჩვენ არ მოგცეს საშუალება მაშინვე შევსულიყავით ეთერში და სიმართლე გაგვეჟღერებინა. თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად დაიდო პირობა, რომ გიორგი შალუტაშვილთან ერთად ეთერში სტუდენტებს პარასკევს 22 საათზე მიგვიწვევდნენ. დღეს დილით სტატუსი აღგვიდგა, თუმცა რექტორისგან მივიღეთ წერილობითი გაფრთხილება. ეგრეთ წოდებული კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ეთერის საჭიროება აღარაა. ჩვენ რა თქმა უნდა ვთვლით, რომ ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა გაეცეს პასუხი, ამიტომ მზად ვართ რექტორთან ეთერისთვის. რექტორის გადაწყვეტილების შესახებ სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან ელექტრონული პოსტის მეშვეობით დღეს ოფიციალური წერილი მიიღეს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ სტუდენტები გაფრთხილებას იღებენ, თუმცა რასთან დაკავშირებით ეს განმარტებული არ არის. სანამ სტუდენტებს წერილს გაუგზავნიდნენ, მანამდე თეატრალურმა უნივერსიტეტმა 13 მარტს საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე დაწერა, რომ შალუტაშვილმა უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა სტატუსის შეწყვეტის შესახებ არ გამოიყენა. თეატრალური უნივერსიტეტის 10 სტუდენტს ეთიკის კომისიამ უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის ბრალდებით სტატუსი 10 მარტს შეუჩერა. სტუდენტებს პროევროპული აქციების პარალელურად პროტესტის ნიშნად 2024 წლის 17 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია ჰქონდათ დაკავებული, თუმცა 9 მარტს ადმინისტრაციამ დეზინფექციის საბაბით სტუდენტებს დაკავებული სივრცის დატოვება მოსთხოვა და ამის გამო პოლიციას 3 ჯერ გამოიძახა. მეორედ გამოძახების დროს პოლიციამ იმ დროისთვის შენობაში მყოფი თითოეული სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმა.